Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ ყველაფერს კარგს, გისურვებთ ყველაფერს კარგს. და ეს წელი იყოს თქვენი სურვილების ასრულების წელიწადი, ყველა თქვენი მიზანის აღსრულებოდეს, რა თქმა უნდა, ყველა მიზანი რაც კარგი და კეთილია, რაც გამოგადგება თქვენს, თქვენ თავს, თქვენ ოჯახს და თქვენს ახლობელს. ის რაც თქვენ თავს გავნებთ, ეს სურვილები ღმერთმა გვაშოროს ყველას. მათი ასრულება გვაშოროს ღმერთმა ყველას. მაშასე დღევანდელ დღეს მე მინდა ჩვენი ახალი წელი როგორც კი დაიწყო, მინდა ერთი ძალიან ძლიერი განმარტება მოგცეთ, რომელიც არის მათე სახარების 25 თავში დაწერილი, სადაც იესო ქრისტე ამბობს ესე ძალიან საინტერესო სიტყვას. ვისაც აქვს მიეცემა, ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა რაც აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ესა. რატო მინდა ეს დღეს გაგიზიაროთ თქვენ? იცით მეგობრებო, ებრაულ მსოფლმხედველობაში ყველა კვირას, ყველა თვეს, ყველა წელს, ანუ რატო აქვს ებრაელებს მიცემული კვირეების დღესასწაული, რატო აქვს ებრაელებს მიცემული თვეების დღესასწაული, ახალ მთვარობასაც უძახიან, რატო აქვს წლის დღესასწაული. ეს ყველაფერი ღმერთმა მიცა იმის გამო, რომ ადამიანს ესწავლა ანგარიში ვალდებულება პირველ რიგში ღმერთთან და მეორე რიგში თავისთავთან. ანგარიში ვალდებულება რა გააკეთა ამ კვირას, რა გააკეთა ამ თვეში და რა გააკეთა ამ წლის მანძილზე. მან ის რაც ღმერთის ნებაში შედის. და ეს ანგარიში ვალდებულება ეხმარება ყოველთვის ადამიანი რომ არ იყოს მოდუნებული. ამიტომაც ამბობს იესო ქრისტე, იფხიზლეთ, რათა განსაცდელში არ ჩავარდეთ. და ფხიზლობის ერთ-ერთი მეთოდი არის ეს, რომ შაბათები დაიცვა ეს ახალ მთვარეობას დაცვას. ეს იმას არ გულისხმობს, რომ რამე რიტუალი ჩაატარეთ, არამედ თქვენთან დაჯექით, დაფიქრდით, რა გააკეთეთ, რა ვერ გააკეთეთ და დასახეთ გეგმა, როგორ გააკეთოთ მომავალში. ესაა ახალ მთვარობას აღნიშნა, ჩემო კარგებო, და არა რამე რიტუალის ჩატარება და რაღაცა. ასევე ახალი წელი, ძალიან კარგია ახალი წელი თავის თავში. ახალი იმედების, მაგრამ ახალი წელს აზრი აქვს მაშინ, როდესაც შენ ანგარიში ვალდებულებას უწევ შენ თავს და ითვლი რა გააკეთე იმ წელს, რა ვერ გააკეთე და როგორ უნდა გააკეთო ის, რაც ვერ გააკეთე 2025-ში. და ამაზე იწყებს შრომას. ეს არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ ფხიზლად. ერთ-ერთი მდგომარეობა, ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფხიზლად ყოფნის. ერთადერთი არა, ერთ-ერთი, რომ მიწოდეთ. ამასთან დაკავშირებით მე მინდა განგიმარტოთ ეს სიტყვები, რომელიც იესო ქრისტემ თქვა, ვისაც აქვს, მას მიეცემა, ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ამ ციტატას, იესო ქრისტეს ციტატას აქვს ორი დიდი განმარტება. მე ვისაუბრებ მხოლოდ ერთ განმარტებას, რომელიც ახლა ჩვენ თემას ეხება. მეორე განმარტებაზე ვისაუბრებ მაშინ, როდესაც გვექნება ბიბლიური გაკვეთილები. მაშასე პირველი განმარტება, რომელზეც აქ არის, ეს არ არის არც ნიჭზე საუბარი, არც ფინანსებზე არ არის საუბარი. ჩემო კარგებო, იესო ქრისტე არც ფინანსებს გულისხმობდა მან, არც მართლა ნიჭებს გულისხმობდა ადამიანს, არამედ იესო ქრისტე გულისხმობდა მადლიერად ყოფნას, ჩემო კარგებო. ამ იგავში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის მადლიერად ყოფნას. ამიტომაც ამბობს იესო ქრისტე, ვინც მადლიერია, რაც აქვს, მას მეტი მიეცემა. ხოლო ვინც არ არის მადლიერი, მას ისიც საერთმევა, რაც აქვს. და ეს პრინციპი ძველ აღთქმიდან მოცული ბიბლიური პრინციპია, ჩემო კარგებო, რომ ადამიანი რომელიც მადლიერია, მას ყოველთვის მეტი აქვს, ჩემო კარგებო. ეს პრინციპი, ეს კანონი მუშაობს. ეს ღმერთის შექმნილი კანონია. ჩემო კარგებო, და ამას გვასწავლის იესო ქრისტე. ამ იგავებში, ტალანტებული იგავებში, რომელსაც იესო ქრისტე ლაპარაკობს, აქ არ არის ფინანსებზე გასული, აქ არის საუბარი
სიკეთეზე, მადლიერად ყოფნაზე. ადამიანი მადლიერი, ადამიანი ყოველთვის კეთილია და გასცემს ყოველთვის უფრო მეც. მაგრამ ვინც არ არის მადლიერი, ის ყოველთვის წუწუნებს, ყოველთვის უკმაყოფილოა ყოფისა რაც აქვს მას და ამიტომაც ეს ადამიანი ვერაზოს ვერ გასცემს და ვერაზოს ვერ აკეთებს სიკეთეს. ეს არის ის გაკვეთილი, რომელსაც იესო ქრისტე უნება ამიგავში, რომელსაც ლაპარაკობს ტალანტებზე. უმადურმა ადამიანმა თავისმა ბატონმა მიცა დამარხა. დამარხა იმის გამო, რომ ის იყო უმადური. მას არ ეყო ის რაც მისცა თავისმა ბატონმა და ამის გამო ის წავიდა, ხოლო დანარჩენ ორს ისინი მადლიერები იყვნენ და ეს მადლიერები რაც ბატონმა ანდო და მისცა გამოიყენა და აქცია შესანიშნავ შესაძლებლობად რომ ეს მადლი გაეზარდა და ეს მადლი მოხმარებოდა კიდევ სხვებს, როგორც თავის ბატონს, ასევე სხვებსაც. და ეს არის ის პრინციპი გაკვეთილი, რომელსაც იესო ქრისტე გვეუბნება. არ შეიძლება მორწმუნე ადამიანი, რომელიც არის და ვინც ქრისტიანია თავის თავს თulis, იყოს უმადური. იმიტომ რომ ქრისტიანი თავის თავში გულისხმობს ღმერთის შვილობას და არ შეიძლება ღმერთის შვილი იყოს წუწუნა, უჟმური, ძუნწი, არაგამცემი. ეს მაშინ ქრისტიანი არაა. ძუნწი ადამიანს არაფერი საერთო არ აქვს ქრისტიანობასთან შემოკარგება. ღმერთს ყოველთვის უყვარს გამცემი. ამიტომ ვინც უფრო მეტი მადლიერია ღმერთისა, ის უფრო მეტი გამცემია ყოველთვის და მისი გაცემული ყოველთვის მუშაობს ისე რომ მრავლდება მასზე მადლი. ესაა შემოკარგებო ის პრინციპი, რომელიც მე დღეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის. რომ ვიყოთ მადლიერები იმ წლისა, რაც ჩვენ გვაქვს და ვიყოთ მადლიერი ამ წლისა, რომელსაც ჩვენ მოგვიტანს. ამიტომაც ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც მინდოდა დღეს თქვენთვის მეთქვა, რომ ეს წელიწადი ყოფილიყოს ანგარიშის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე, ისაც არ გამოგვივიდა იმ წელს. მოდი ახლა ამ წელს გავაკეთოთ ისე, მაგრამ გავაკეთოთ უფრო მეტი მადლიერებით, უფრო მეტი მონდომებით ღმერთის წინაშე და ვიყოთ მადლიერი ჩვენი გამჩენის წინაშე, რომ ჩვენ სუნთქავთ, ჩვენ გვაქვს სახლი, ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობა, ჩვენ გვაქვს ყველა დღე, რომელიც ჩვენ გვიცედება, ეს არის ღმერთის ნება. შემოკარგებო, ეს დამერწმუნეთ. მე ვიცი ახლა რასაც ვამბობ. მე დედა მყავს ავად, ძალიან მძიმე და ავად და მისთვის ყველა დღე, რომელიც ღმერთმა მომცა, საჩუქარია ჩემთვის. ამიტომაც მე მადლიერებით უყურებ ამას და ალბათ ეს ვიდეოც ამან განაპირობა, რომ ის რაც ჩვენ გვაქვს, უნდა ვიყოთ მადლიერი ყველაფერზე. მაშასე გილოცავთ ახალ წელს, 26 წელს და გისურვებთ, რომ უფრო მეტი და მეტი მადლიერები ყოფილიყავით ამ წლისა შემოგარგება. მადლობა ყურადღებისათვის. გაგრძელება იქნება.